და ძალიან ბევრი დიდი ის კი აქვს წვდომა რუსულ ენას, ხო? ძალიან ბევრ ქვეყანაში ლაპარაკობენ. მაინც რეგიონული ენაა რა. ხო, და სიტუაცია სხვა ენაზე რო ემღერათ დედეტეს მაგალითად სხვა ენაზე რო ემღერა, ბევრი ძალიან პოპულარული ჯგუფი იქნებოდა ჩემს, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებულ მუსიკას ქმნის და ძირითადად დატვირთვა არის. ხო, ტექსტი არის შევჩუკის ძირითადად დატვირთვა, ლამაზი ტექსტია, თან შეიძლება ყოველთვის რაღაცა განსაკუთრებული აზრი არ კონდეს, მაგრამ აი ეგ არის რუსული როკის ერთ-ერთი დამახასიათებელია რა. მორისონს ჰქონდა დორში და შევჩუკს აქვს დედეტეს და ცოის, რომ ტექსტი შეიძლება რაღაც მომენტებში განსაკუთრებულ ესე წყობრი აზრი არ იყოს, მაგრამ ლამაზი იყოს, ესთეტიკური ტექსტი იყოს. ეგ ხო ძალიან იშვიათი ამბავია რა, რომ აი პოეზიაშიც არის, ხო, ეგეთი პოეტები არსებობენ, ამერიკელებიც მათ შორის, რომელთა პოეზიაც არ არის მარტო, თქვათ, აზრი შეიძლება ესეთი არ იყოს, აი რაღაცა განსაკუთრებული ისტორია შეიძლება არ მოგიყვეს ამ ლექსმა რა, მაგრამ ლამაზი ის იყოს, ტექსტი იყოს რა. და ეგ ძალიან იშვიათია, რომ ესთეტიკური სიამოვნება მიიღო უბრალოდ სიტყვებისგან. რომ შეიძლება აზრი არ იყოს, რაღაც განსაკუთრებული ისტორია არ მოგიყვა ტიპმა რა, მაგრამ აი ეს ესთეტიკური სიამოვნება მიიღო. ბობ დილანსა აქვს კიდე ეგეთი ტექსტები, სადაც კაიფობს სტრუქტურით ლექსის. აი ძალიან კაი მაგალითი იყო, რაღაც ვიდეო გავაძრე და 15 წუთი იყო საუბარი ერთ სიმღერაზე. ბობ დილანის სიმღერაზე, რომელიც თან არაა ცნობილი ბობ დილანისგან უფრო, ჯიმი ჰენდრიქსისგან უფრო ცნობილი. All Along the Watchtower. არის ძალიან მაგარი სიმღერაა, რომელიც ბობ დილანის ისეთი კარგი არაა და ჰენდრიქსმა უფრო მაგარად აქცია რა. ჰენდრიქსის ვერსია იმდენად მაგარია, რომ დილანი მე ჰენდრიქსის ვერსიას უკრავდა რა. ამან იმდენად მაგარი გააკეთა ეს. და დღემდე ხა მაგ სიმღერას თუ სადმე ფილმში თუ სადმე თუ გაჩითავ, სულ ჰენდრიქსის ვერსიები ისმის რა. და ტექსტი ოღონდ მისი როა იყო. და ძალიან კარგად იყო სტრუქტურულად დაწერილი. აი როგორც დაწერდა ამას ამ ტექსტს ვიღაცა კარგი ავტორი ტექსტის რა. და დაწერდა თანმიმდევრულად ისტორიას. და დილანს არ აქვს ეგრე რა, დილანს აქვს დაწერილი, შუიდან იწყება თითქოს ისტორია. ისტორიაც პირდაპირ რაღაც ამბავს კი არ გიყვება, მაგრამ ხვდები რა, ორ წინადადებას ხვდები, რა ხდება, რა სიტუაცია, რა პონტია. და დასაწყისი არის ბოლოში, აი იმდენად ლამაზად და პოეტურადაა, აი რომ All Along the Watchtower-ს ჩარტეთ იმისი, ჰენდრიქსის და ტექსტი ჩაირთად გვერდზე, აი ულამაზესი ტექსტია და ძალიან სამბეჭდავი არის თან რა. და ეგეთი აქვს უამრავი დილანს, ეგეთი აქვს უამრავი შევჩუკს და ცოის. და გოუთი პოეზიაში, მუსიკალურ პოეზიაში იან ანდერსონია ჩემი აზრით რა. მაგაზე დიდი პოეტი არავინ არ არის ჩემი აზრით. მე ავერ დაგეთანხმები. რამდენიმე კანდიდატ შემოვაგდებდი. ხო, შეგვიძლია. ჯიმ მორისონს. აი როგორი კლას გალაქტიონია რა. მორისონიც მაგარია, მაგრამ ნახე, აი მაგალითად მაშინ რა ქვია Cross-eyed Mary-ში. ეგეთი ფრაზა არის რა. მოკისკისე ბავშვის პირიდან კანფეტის მოპარვა რა. ანუ ადამიანის დაცემის უმაღლეს უმდაბლეს დონედ ეგეთ ლექს თავაგზობს რა ტიპი რა, რომ აი ისეთი ფრაზა გააძრო ტიპმა, რომ მაგალითად აი ეგ ფრაზა უფრო მაჩვენებს ადამიანის უკიდურეს ვარდნას, ვიდრე ვიღაცამ გენოციდი რომ მოაწოდოს რა. ანუ ტიპს რომ გენოციდი აქვს მოწყობილი სადღაც ჯერ კიდე იმ ტიპში არ ვარ დარწმუნებული, რომ რაღაც მასში კეთილი შეიძლება იყოს რა, რაღაცა მიზეზი ქონდა რა, წავიდა და მთელი სოფელი გაწყვიტა, იმიტომ რომ მანამდე ამას გაუწყვიტეს სოფელი, მაგრამ კაცი რომ კანფეტს მოიპარავს მოკისკისე ბავშვის პირიდან, დასულია იმის საკ. Stealing candy from laughing baby's mouth. ამ ფრაზას რო ტიპი გაგიძრობს. აი მან დეხა ვერ მეტყვი რომ ეს იმიტომ აფექტის მდგომარეობაში გააკეთა ან რაღაც ან ვიღაცა მამას ბავშვობაში კანფეტი მოპარა. ან ამის ბავშვს მოპარეს კანფეტი ხო? დახურა უკვე რა, ის ჩელენჯი დახურა რა და ეგეთები აქვს 1 10 20 30 რა. აკვალანგში არის 1 20 რუსთაველის დონის პოეზია აქვს რა და ხო რავი მე შეიძლება ხო ვიღაცები დაუყენოთ გვერდით, მაგრამ ნუ ეს ტიპი მგონია რომ უდიდესი პოეტი არის რა. მე აი როკის ისტორიაში დიდ პოეტებში შევჩუკს უეჭველი შევიყვანდი მიხედვით იმისა, რომ კიდევ ერთხელ უფრო მისი ესთეტიკა არის სილამაზე თვითონ ფრაზების, ვიდრე შეიძლება რაღაც არ კონკრეტული აზრი შეიძლება არ იყოს რაღაცეებში, მაგრამ აზრი როცა აქ გადმოცემული, აი პრასვის წელა რო არის სიმღერა, იქ არის რამდენიმე ფრაზა არის რა. ერთი არის ეს и расскажем, როგორი იყო ესა? Как мы сели на родине в плену. ანუ ომიდან დაბრუნებული ტიპები როგორ გაუშვეს მერე
ციხეებში. იმიტომ რომ იქ ტყვედ იყვნენ ჩავარდნილები და აქაცო ციხეში ჩასვას იქიდან ჩამოსული ტიპები რა. კიდე რამდენიმე ისა აქ აი сыновья пропивают награды примерных отцов. Აი ეგ არის აი გენიალური ფრაზაა რა რომ ანუ შვილები пропивают ქართულად როგორ უნდა თქვა არ ვიცი მაგრამ აი ალკოჰოლში ხარჯავენ სვამენ აი გულაობაში ხარჯავენ სამაგალითო მამების ჯილდოებს ეხო სოფლიოსენია რომ დიდარი მამის შვილი უმეტეს შემთხვევაში თუ არასდროს გაიზარდა და დიდი შანსი ეგრე მოხდეს ცუდი როჟა გამოდის ხო უნება ისვენებს შვილებს ხო აი როგორ ლამაზი ფრაზაა ეგეც მაგას შევჩუკი ცოი ჯიმ მორისონი ეგეთი მაღალი დონის პოეზია არ იყო მაგრამ ძალიან მაგარი ლირიცისტი არის ჩემი აზრით კიდე ისიც ოზი ოსბორნი ძალიან კარგ ტექსტებს წერდა მაგრამ იმ დონის არ იყო მაინც აი როგორც მორისონი ან დილანი ტექსტებში მაგალითად ლედზეპელინი ცოტა პლასტმასია ხო ბიჭო ლედზეპელინი ეს კომენტარსო მაგარი სიმღერებს რაც აქვს თავიანთი არცაა და ჯაზია ძველი ან ბლუზი და ის აქვს გადაკეთებული ძალიან მაგრად აქვს გადაკეთებული მაგრამ თავისი არ არის ვისი ლინკინ პარკის ტექსტები გელასება ოზიშვილი ავესროლო შეჩემა რა ლინკინ პარკი აუ ლინკინ პარკის ის გოგო ახალი გოგო როგორ მომწონს რა ლინკინ პარკი შეჩემა რა ხო გაგიჟდი შენ ცოიზე და იმას ვლაპარაკობ აქ იან ანდერსონზე და ჯიმ მორისონ რა ლინკინ პარკი აუ ის არ მოგეწონა ჩესტერი შევა ძმა იყო მაგრამ ხა იმას ბობ დილანს ნუ შეადარებ შეჩემა ემილი არ მოგეწონა ამერიკა ძალიან მაგარია მე დიდად არ მიყვარს რედიოჰედი ანუ არ ვარ ესეთი არის განსაკუთრებული მსმენელი და ისაა ძალიან არა უკან დავიხევ ხა გალაჰერი მინდოდა მე თქვა მაგრამ ნოელი მაგრამ ოაზის ხა ეგეთი აქ ერთი ორი კაი ტექსტი ძალიან მაგრამ აიო ეგ არის ძალიან კაი მაგრამ ტექსტის ამბავშიც მაგრამ ეგეთი ძლიერი მაინც ვერაა ჩემი აზრით კიდე ვინ იყო იან ანდერსონი ადამიანი ორკესტრი რომელიც ყველაფერზე უკრავს თან ბობ დილანი ჯიმ მორისონი და ლინკინ პარკი შეჭრა მე გამეგი ეგეთი ლეგენდა რომ არ ვიცი მართალია ანუ აი ავიჟე ჩემ ბარსელონა რეალი და ის გაჩიტე ეგეთი ლეგენდა გამეგია შენ სოხუმის ცხუმი ბავშვ